რეალობის შეცვლა მამა აბსოლუტის გზავნილი 12 მაისი 2021 წელი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასო და საყვარელო შვილებო. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს სამყაროსეული პლაზმის ენერგიის შესახებ და განვიხილავთ მისი გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას. მკურნალობითი თავისებურების გარდა ამ ენერგიას აქვს მოვლენებზე ზემოქმედების უნარი, რომელიც პროგრამირდება მაღალი დონის არსებების მიერ. რადგანაც ეს არის ძალზედ მაღალი ვიბრაციის ენერგია, მართან ურთიერთქმედება შეუძლიათ იმას, ვისი ცნობიერებაც მეხუთე განზომილებაზე დაბლა არ დგას. ბევრი თქვენგანი მას უკვე იყენებდა გაუთვის ცნობიერებლად. მაგალითად, როდესაც წარმოიდგენით ცხოვრებას ახალ დედამიწაზე და ავსებდით მას ნათელი ფერებითა და ხატსაღებებით, სრულიად შესაძლებელია, რომ დასახმარებლად თქვენთან მოდიოდა სამყაროსეული პლაზმის ენერგია. თუმცა ახლა თქვენი მოვალეობა ისწავლოთ მისი გამოყენება გათვითცნობიერებულად, რაც მრავალჯერ გაზრდით თქვენს შესაძლებლობებს და დაგეხმარება სწრაფად არეალიზიროთ ჩანაფიქრი. რას ემყარება ამ ენერგიებთან მუშაობის პრინციპი? პირველ რიგში ადამიანის სამყაროსეული პლაზმის ენერგიასთან ვიბრაციულ ურთიერთქმედებას. თუ თქვენ რაიმეს დახატავთ თქვენ წარმოსახვაში და დასახმარებლად მოუხმობთ ამ ენერგიას, ის დაიწყებს ამ ხატსახებისათვის ხორცის შესხმას, რითაც დაეხმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვლინდეს ფიზიკურ დონეზე. ეს შეიძლება შევადაროთ იმას, რომ თქვენ ფანქრით აკეთებთ სურათის კონტურებს, ხოლო სამყაროსეული პლაზმის ენერგია ნათელი ფერებით აფერადებს მას და ავსებს სიცოცხლით. ეს რომ მოხდეს, აუცილებელია ორი პირობა. პირველი, ადამიანსა და ამ ენერგიას შორის ენერგეტიკული რეზონანსი, ანუ მათი ვიბრაციები ჰარმონიულად უნდა ეწყობოდნენ ერთმანეთს. რას გულისხმობ ამაში? რადგანაც სამყაროსეული პლაზმის ენერგიის ვიბრაციები ძალზედ მაღალია იმ ადამიანის ვიბრაციებთან შედარებითაც კი, რომელიც ცნობიერებით მეხუთე განზომილებაშია, მათ შორის ჰარმონიის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის სურვილს არ აქვს დუალობა და მიმართულია ყველასათვის ასიკეთო გზით. ასეთი მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ ეს არის სამყაროსეული მასშტაბის ენერგია, ანუ ის ერთპოლარულია და მას არ შეუძლია შევიდეს იმ ადამიანთან ურთიერთქმედებაში, რომლის სურვილსაც აქვს დუალური ხასიათი. მაგალითად, თუ თქვენ მას თხოვთ რაიმე ეგოისტურ მიზნის მიღწევაში დახმარებას, ის ვიბრაციულად ვერ შეძლებს თქვენთან მოზიდვას. თუმცა, თუ თქვენი სურვილი მიმართული იქნება მთელი კაცობრიობის ასიკეთოდ, მაშინ ის გამოეხმაურება თქვენის მოხმობას. გამონაკლის მოცემულ შემთხვევაში წარმოადგენს თხოვნები განკურნების შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გააცნობიეროთ თქვენი დაავადების მიზეზები, არამედ თქვენი გამოჯანმრთელებისა და ზოგადად თქვენი ცხოვრების მიზანიც. ამგვარად, თუ ადამიანი დუალური აზროვნებით ითხოვს გამოჯანმრთელებას, რათა გააგრძელოს მისი არსებობა მესამე განზომილებაში, დასაკუთარ თავში არაფერი არ შეცვალოს, სამყაროსეული პლაზმის ენერგია მის დასახმარებლად არ მივა. თუ ადამიანმა უკვე დაიწყო მსახურება და მთელი ძალებით ცდილობს კაცობრიობის ახალ ერაში გადასვლა და აჩქაროს, მისი ავადმყოფობის შემთხვევაში დასახმარებლად მასთან მივა სამყაროს ყველაზე ციური ძალა და რა თქმა უნდა სამყაროსეული პლაზმის ენერგიაც, რომელიც შეძლებს მის ვიბრაციებთან ჰარმონიულად შეწყობას. მეორე პირობა ადამიანის ვიბრაციული დონე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი უნდა იმყოფებოდეს საკმაოდ მაღალ ვიბრაციებში, არა სპონტანურად ან პერიოდულად, მაგალითად მედიტაციის დროს, არამედ პრაქტიკულად მუდმივად. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ არ დაირღვოს ვიბრაციული კავშირი ადამიანსა და სამყაროსეული პლაზმის ენერგიას შორის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მუშაობის შედეგი დამუხრუჭდება ადამიანის ვიბრაციული დაცემის გამო. ამგვარად, მაგალითად, ის თუ რის შექმნა შეგიძლიათ ჰარმონიულ და ბალანსირებულ მდგომარეობაში რამდენიმე დღის განმავლობაში, თქვენი ვიბრაციული დაცემის შემთხვევაში შეიძლება გაიწეროს რამდენიმე თვეზე და თქვენ უკვე ვეღარ დაგეხმარებათ ასეთი მოქმედი სამყაროსეული პლაზმის ენერგია. როგორც ხედავთ, ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი დამოკიდებულია თქვენს შესაძლებლობაზე შეინარჩუნოთ მაღალი ვიბრაციები, შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო იდეალური იქნება თუ გამუდმებით შეძლებთ ამას. ამაში კი სამყაროსეული პლაზმის ენერგიამ შეიძლება გაგიწიოთ დიდი დახმარება. მოუხმეთ მას რაც შეიძლება ხშირად, რათა მუდმივად იყოთ მის ნაკადში. ამგვარად თქვენ შეძლებთ რეზონანსში შეხვიდეთ მასთან და ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი ხანი გაჩერდეთ მაღალ ვიბრაციულ ენერგიებში, რომლებიც ამ ენერგიას აქვს. გლოცავთ ჩემო ძვირფასებო. მამა აბსოლუტი, რომელსაც განუზელოდ უყვარხართ საუბრობდა თქვენთან. გზავნილი მიიღო მართამ, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენ დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამინერგეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.